მშვიდობისა ჩემო ლამაზებო, ჩემო კარგებო, მინდა რომ მოგილოცოთ დღევანდელი წყინვალე დღესასწაული ბარბარობა. წმინდა ბარბარე გადმოხედოს ჩვენს ბავშვებს, გაგვიზარდოს ჯანმრთელები, ბედნიერები, სასახელოები. Როგორც ვიცით, წმინდა ბარბარე არის ბავშვების მფარველი, რა თქმა უნდა, ყველასი, მაგრამ მეტი წილი არის ბავშვების გუშინ საღამო სამსახურის შემდეგ მოვიკრიფე მოტივაცია და გავაკეთე რამოდენიმე ლობიანი ოჯახისთვის. მინდოდა გამეზიარებინა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად და ასე შემდეგ. მეგობრებო, ისევ და ისევ გილოცავთ და კოცნით. ახლა დავიწყოთ ჩვენი ლობიანების გაკეთება. მე აქ მაქვს უკვე 350 გლუტენის გარეშე ფქვილი. ახლა გავურევ. მაგრატელი აღარ მაქვს. დავუბრუნდები ახლავე. შემდეგ აქ მაქვს წყალი, თბილი წყალი 200 გრამი და ეს არის საფუარი, ასეთი მშრალი საფუარი. ესეც არის, რა თქმა უნდა, გლუტენის გარეშე, რადგან არის საფუარი, სადაც ხორბალია გარეული. ასე აქ ახლა კარგად უნდა მოვურიოთ, რომ ჩვენი საფუარი გაიხსნას. რადგან მე ვაკეთებ ახლა გლუტენის გარეშე და ჩვეულებრივი ცომითაც უნდა გავაკეთო, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლესთვის, მინდა რომ მშობლებსაც შევუტანო ეს ლობიანი, ამიტომ გავაკეთებ ჩემთვის გლუტენის გარეშე და მეუღლესთვის და მშობლების ჩვეულებრივი გავაკეთებ, ჩვეულებრივი ფქვილი. ახლა რადგან მე ვაკეთებ გლუტენის გარეშე, ჩემს ცომში დავუმატებ 1 კვერცხს, მაგრამ მე თუ გავაკეთებ ჩვეულებრივით, არანაირ კვერცხს არ დავუმატებ, რადგან არც დასჭირდება. მე ვიცი, რომ გლუტენის გარეშე ფქვილი არის ყველანაირი წელვადობის გარეშე, ამიტომ კვერცხსაც ვურევ, რომ რამენაირად მივცეს წელვადური ტექსტურა და ეს არის ამას ეძახიან გომ, მიქს გომ ნიშნავს როგორც რომ აი წელვადობა, ესეც იმისთვის არის, რომ მივცეთ წელვადობა ჩვეულებრივი ჩვენს გლუტენის გარეშე ცომს. რა თქმა უნდა, არ მუშაობს ძალიან მაგრად, მაგრამ რატომაც არა, დედაჩემმა მიყიდა და ვიყენებ ხოლმე. მაგრამ ეხმარება, რომ მალე ამოვიდეს და არ იყოს მაგარი. ამასაც აქ გავურევ. მაგრამ შეგიძლიათ რომ ჩვეულებრივ გავურიოთ ფქვილში, თუ თქვენს გაქვთ და თქვენს აკეთებთ გლუტენის გარეშე. ახლა აქ მე დავუმატებ ზეთს, რა თქმა უნდა, და ამ ყველაფერს დავუმატებ ფქვილში. ახლა რომ ძალიან არ გავამაგროთ, ძალიან წოთი დავუმატე ზეთი და უკვე ზეთმა შეკრას ჩვენი ცომი. მე არ მინდა რომ ძალიან მაგარი იყოს ჩემი ცომი, ამიტომ აღარ დავუმატებ ფქვილს. ცომი ჩვენს მიქსერს და შემდეგ დავიწყებ ჩვეულებრივი ხორბლის ფქვილით ცომის გაკეთებას, იგივე თასში. იმიტომაც ვიწყებ პირველი ცომის გლუტენის გარეშე გაკეთებას, რომ არ მოხდეს გლუტენი და არ მოხდეს ხორბლის ფქვილი ჩვენს
მიქსერს, რადგან შემდეგ ახლა ყველაფერს გარეცხვა უნდა. რადგან უნდა ვუფრთხილდეთ. ვისაც ცელიაკი აქვს, ალბათ ესმის ჩემი, მაგრამ ვისაც არ აქვს, ძალიან ნუ გაიტეხავთ თავს. ეს არის უბრალოდ ალერგია. ხორბლის ფქვილზე მაქვს ალერგია. და იმიტომაც ასე მივირთმევ. ასე ნახეთ რა კარგი ცომი, აი ნახეთ მისცა წელვადობა რაღაც ახლა თითქოს, რადგან მე მგონი წყალში რომ გავხსენი. აი, ვინც ევროპაში ცხოვრობთ, კარგი რაღაც ჩანს. ნახეთ რა კარგი ცომი, აი ნახეთ. მისცა, მე მგონი წყალში რომ გავხსენი, იმიტომ რადგან მე წინაზე უბრალოდ ფქვილში ვიყავი. და აი ნახეთ ახლა რომ გავხსენი წყალში, რაღაც სხვანაირია. ახლა გადავიტანოთ სხვა რაიმე თას ჩვეულებრივ ცოტათი ფქვილი. დავხადოთ ბუნდა ჩვენი ცომი. მე ძალიან მიყვარს სახელი ბარბარე და პატარაობიდან ძალიან მიყვარდა და სულ პირველად რომ დავიწყე აი არ მახსოვს რა ერქვა მაგ კლასებს მე როდესაც საქართველოს სკოლაში დავდიოდი მქონდა ერთი გაკვეთილი სადაც ვწავლობდით ღმერთის შესახებ სადაც შევდიოდით და კლასში ხატები იყო და არ მახსოვს რა ერქვა აუცილებლად თუ ვიპოვი დაგიწერთ თუ არა და ძალიან გთხოვთ გამახსენეთ ხო და ძალიან მეყვარდა ეგ გაკვეთილები და ხშირად ლაპარაკობდით ხოლმე წმინდა ბარბარეს შესახებ რადგან წმინდა ბარბარე არის ბავშვების მფარველი მით უმეტეს და ყოველთვის ხოლმე წმინდა ბარბარეს ვოცულობდი ასე ახლა დავდგა ხუმელში გაცხელებული 30 გრადუსზე ანუ ყველაზე დაბალზე გააცხელეთ თქვენ თუ არ გაქვთ ეგეთი პროგრამა რომელსაც შემსასაკ რომ უნდა ამოვიდეს გააცხელეთ თქვენი ღუმელი და ძალიან მალე გათიშეთ და თბილი იყოს შიგნით და ისე შედგით თქვენი ჩემს ჩვეულებრივი გლუტენით ანუ ხორბლით ეს არის ჩვეულებრივი ფქვილი სადაც ხორბალია, გლუტენია და ყველანაირი ეს ბევრს გავაკეთებ რომ ყველას იყოს ახლა სამოდე ჩვენი ცომი ამოდის გავაკეთოთ გული ესე იგი მე დღეს ვიყენებ ასეთ დაკონსერვებულ ლობიოს, რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ დილიდან დადგათ ლობიო მოხარშოთ და ასე გამოიყენოთ. მე მარტივად და მადვილად მოხარშული ასე გამოვიყენებ. ახლა ერთ წყალს გადავავლებ. და ჩავხეხავ ასე დიდ კბილებზე ჩავხეხავ და არ იქნება არ ძალიან ფაფასავი და დიდი ნაჭრებიც არ გვინახავს. ჩვენი რუბლით. და აი ჩემი კინძიც მე ასე ვინახავ მაცივარში და რჩება ასეთი ნორჩი ერთი კვირის განმავლობაში. ნახეთ როგორია. უკვე მეხუთე დღეა რაც მაცივარშია და ძალიან კარგი. ახლა კარგად წვრილად დავჭრათ.
ცოტათი პირპილი თქვენს გემოზე, რადგან შემდეგ სანამდე მე დავკეტა ჩემს ლობიანებს, მინდა რომ ცოტათი კარაქი დავუმატო, ესეთი ნაღების და რძის გემო მისცეს, ძალიან ცივი გემრიელი. და ახლა კარგად უნდა ჩაიწყოთ ეს ყველაფერი. აი ნახეთ. უკვე გემრიელია. მართლაც ახლა ჩვენი ცომი ამოვიდა. მე ძალიან არ ჩავჭყიდე მეგობრებო, მიყვარს როცა ლობიოები გხდებათ მთლიანი. აი ასე. რა თქმა უნდა, დღეს არ გამოვაცხობ ჩემს ლობიანებს, რადგან ახლა საღამოა, ხვალია ბარბარობა, ხვალ მუშაობ და ვერ ვასწრებ, ამიტომ დღეს გავაკეთებ და გავყინავ და ხვალე უკვე გამოვიღებ და დავიწყებ გამოცხობას. აბა დავიწყოთ პირველი გლუტენის გარეშე ცომა რაქნა. კარგია. ცოტათი ამოვიდა. გლუტენის ცომისთვის ეს არის ძალიან კარგი. ახლა გავაკეთებ პატარა ჩემს ლობიანებს, მოვათავსებ გამოსაცხობ ქაღალდზე. გამოსაცხობ ქაღალდზე მოვათავსებ და როგორც გითხარით, გავყინავ მე დღეს. ზედმეტ ჰაერს მოვაშორებ ცომს. ცოტათი იკრავს, რადგან ბევრი ფქული არ ვუყავი, კარგია, ესეც უნდა იყოს. მე ძალიან მაგარია. თან ცოტათი დასრულდა, რადგან გუმელში რომ თბილა, პორტკლი მიეცა. ძალიან მაყოფილი ვარ მე ჩემი ცომის სიმართლე გითხრათ. ისე იცით მე უნდა პირდაპირ გამეკეთებინა ქაღალდზე, ასე გავაკეთებ. დაიცადეთ? აი ჩვენი ქაღალდის პირდაპირ გავაკეთებ ქაღალდზე. რომ ბევრი არ ვიწვალო გადაღებ გადმოღებაში. როგორც გითხარით, რადგან ეს არის გლუტენის გარეშე, არის ცოტათი ძნელი სამუშევარი. კიდევ ჩვეულებრივი. შემდეგ ნახავთ განსხვავებას. ნუ ახლა შეიძლება კამერიდან ისე ვერ გადმოგცეთ, მაგრამ აი ძალიან მალე იხევა. უნდა ფრთხილად გავაკეთოთ ჩვენი ლობიოები. ძალიან მიყვარს ეს საფუარი სუნი. აი ნახეთ, მაგრამ მაინც კარგია, მართლა. ძალიან მაყოფილი ვარ ჩემი დღევანდელი გლუტენის გარეშე ცომით. მოვათავსოთ ჩვენი ლობიო. აი ნახეთ როგორი ხევა ძალიან მალე. ვერ ხედავთ თქვენ. აი ნახეთ როგორი ხევა. ნახეთ. ეცადეთ თქვენ ძალიან ცუდად მხედავთ მე. აი ახლა გავიგე. როგორც ხედავთ იხევა ძალიან მალე ჩვენი ცომი. ეს გლუტენის გარეშეა. ეს ნორმალურია, ნახეთ როგორ მალე იხევა, ამიტომ ძალიან სათუთად უნდა მოვექცეთ. მოვეფეროთ ჩვენ ცომს, უთხრათ რომ არ გამეხე ძალიან გთხოვ.
ნახეთ როგორ როგორ მაბრაზებს მაგრამ დააწმუნებული ვარ რომ გემრიელი თან იცით გლუტენის გარეშე ვარ თამამად ჭამო ვიცი რომ ჩემთვის შეიძლება სადაც გამეხარ ქულს მოვაყრი არა უშავს ეს ყველი არ არის არ გადმოვა თავარია რომ გლუტენის გარეშე გამოგვივიდეს მეც აღარ გავაფრთხილებ რადგან მე შინია პირდაპირ ახლა საყიდველში მონა გავანთავისუფლე ადგილი ასე ახლა ბევრი ქაღალდი გამოვადგება რომ ეს ყველა შევიდე თითო ქაღალდში შეხვეული მაგრამ ხვალე გვექნება ცხელ-ცხელი ხაჭაპურები ლობიანები ახლა გავაგრძელოთ მეორე ქაღალდი ცომს და დავიწყოთ ჩვეულებრივ ლაპარაკი. აი ეს ჩემი ცომიც ძალიან ფუფუა და ძალიან სასიამოვნო. გამოვიდა როგორც ჩანს, გავუშვათ ახლა ყველანაირი ზედმეტი ჰაერი. გავშალოთ ქვილი და გავაკეთოთ ლობიანები ნახეთ როგორც გინდა ეთამაშე როგორც გინდა გააწელე ეს არის ნავი ნახეთ ზედმეტ სარიკავს, ზედმეტ სარიხებს ნახეთ ეს არის მე მიყვარს უცა ბევრი ლობიო აქვს და ცოტათი ცოლი გიშდები აბა ნახეთ აბა ნახეთ როგორც გინდა გააწელე ახლა დავუმატოთ ჩვენი გულიც კარგად დავუმატოთ ცოტათი მარილი მოვაყრე მეგობრებო და როგორც გითხარით მინდა რომ კარაქი ცოტათი სორტის გემო მივცე და აი ჩვენი უგემრიელესი ლობიანები, ულამაზესი არა, მაგრამ უგემრიელესი. აქ ქვეშ უკადევს გლუტენის გარეშე. ასე შევინახავ გლუტენის გარეშე და სხვებიც კიდე ცხვებიან მეგობრებო ღუმელში. ასე ჩემულამაზებო გემრიელად მიირთვით და გისურვებთ კარგ დღესასწაულს, ბრწყინვალე დღესასწაულს ბარბარობისას, კოცნი ძალიან მიყვარხართ. გადმოგხედოთ ღმერთმა და ყველას მოგცეს ბედნიერება.